მაცხოვრის ეს ხატი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოსებული დიმიტრი კონდაკოვის ნაშრომში ვნახე წარწერით, რომ ხატი აღდგომის ტაძრის კუთვნილება იყო იერუსალიმში. შემდეგ ალარმის საიტზეც ვნახე ამ ხატის ფოტო სურათი და საინტერესო იყო ჩემთვის ეს იყო წარწერა ქართული ძელი ჰორიზონტალური ხატის ბოლოში მშვენიერი ქართული ხელთვით და მისი ამოკითხვას კი შევძელი ძალიან იოლად მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი სურათები არ იყო. მას შემდეგ არ დავინტერესებულა მართალი გითხრათ ამ ხატის კეროვნება ცოტნე არ გახლავართ, მაგრამ ჩემმა იერუსალიმელმა მეგობრებმა მომაწოდეს უახლესი ფერადის სურათები იგივე ხატისა და რა თქმა უნდა ის მომალვე ვიცანი და ეს იგივე ხატია, რომელიც ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს მუზეუმში არის გამოფენილი. მუზეუმი დიდხანს დაკეტილი იყო, ამიტომ მე იქ ვერ ხდებოდი და მუზეუმი გაიხსნა და როგორც ჩანს არაერთი სხვა ქართული არტეფაქტებიც იყოს იქ წარმოდგენილი. გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ გარგოშიძის არის მოპოვებული, ნახე აქვს მათ ქართული რარიტეტები ადგილზე. ხატი თავის ჭედურობით გამორჩეულია, როგორც ჩანს ოპიზარების სკოლას წარმოადგენს, შეიძლება მათი ნახელავიც კი არის. ემალის ფრაგმენტებია, ტიხრული მინანქარის დართული ამ ხატზე. მოკლედ პერანგი მთლიანად არის ქართული, თვითონ ხატის ავანჩავანი და წარმომავლობა ჩემთვის უცნობია, როგორ მოხდა ის ქართულების ხელში, ვინ შეწირა, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს ძვირფასი რარიტეტი ნამდვილად დიდი საგანძურია, ასე ვთქვათ, ქართული კულტურისა და ხელოვნების. ალბათ ადგილზე როცა ვნახავ, შემდეგ დასვენს გავაკეთებ.